ლენეჩკაზე იმდენი რამე მახსენდება, მაგრამ რა უნდა გითხრათ, საყვარელი დედიკო იყო, ძალიან. ელენე ყიფშიძეზე საუბრის დაწყება მარტივი არ არის. მით უფრო მაშინ, როცა რესპონდენტი ზურა ყიფშიძეა. საერთო პროფესია ჰქონდათ, მაგრამ ეს გზა არ გადაკვეთილა. დედა-შვილის სცენაზე ერთად არასდროს მდგარა. თავის დროზე ელენე ყიფშიძემ დაამსხვრია წარმოდგენა, რომ პოპულარობა და ხალხის სიყვარული მხოლოდ კინოს და ეკრანს მოჰქონდა. იყო არტისტი, რომლის სცენაზე ნახვაც ყოველთვის ახარებდათ. გამონაკლისი არც ზურა ყიფშიძეა, რომელიც სპექტაკლის ყურებისას ღელავდა და დედას პირად შეფასებებსაც უზიარებდა. ეზოში ავიძაღლია რო აი ასვლა რო აქ კიბეზე ამ ხელა იმითი მითხარი ლენა აჭერ ესეთი სპექტაკლია უნდა ესე უნდა სხვანაირად ნუ მოკლედ კამათობდით ზია ბაღდასარი იყო ეგეთი სპექტაკლი ნუ იქ შემოყოფდა თავის გუმოზიან ხვირს ვაი იტყო და ტაში იყო ვუი იტყო და ხო და უცბად ვნახე როსებას პიესა აი პრემიერა მე მგონი პრემიერა იქ ტრაგიკულ კომედიური როლი ქონდა ეს ერთად რო შეეძლო ეს მომწონდა ძალიან ელენე ყიფშიძე ქართული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი სახეა. ქალი, რომლის პირადი ცხოვრება ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევდა. ეს ხაზი კი წარმოუდგენელია ეროსი მანჯგალაძის სახელის გარეშე. ბატონ ეროსისთან ერთად ვართ სამტრედიაში რაღაც кейფია. დიდი ბანკეტის შემდეგ ქალები ქვემოთ არიან, მედეა ჩახავადა და ჩემი ვიღაცა სოფიკო კაცები ზევით და ვაგრძელებთ და რაღაცა და უცბად ეროსი მეუნება მოდი რა არის კაცო შენო ახალგაზრდა იყავი ხიპიო კი ვიყავი ესე იგი შენო აპროტესტებდი რაღაცა არ მოგწონდა და აი ამ ხიპობით შენ არ შეიძლება სიბერეში გავაფრინოთო და როგორ უნდა გავაფრინოთ მე აი უთხარი დედა შენ შემირიგდესო წარმოგიდგენია რას მეუნება? ხა თავიდან მე ვთხარი ბატონეროს ხა რას მეუნების მე ჯერ მერაშუაში ვარ და მე თუ თავში ხარ მეუნება. მეც ნასვამმა ავარდი და ჩავედი ქვემოთ ქალებთან მიუჯექი ლენას სერიოზული სახით. მეუნები ლენა ძალიან სერიოზული საქმე მაქვს შენთან. რა საქმე? ეროსის რო შეურიგდე ხო სიბერეში ერთმანეთს წყალს მაინც მიაწოდებთან ოი მე რას მეუბნები და გამიგიჟდა ქალი კიდევ მწება მოკლედ დამთავრდა იმით რომ ეროსი იქით გარბოდა მე და ლენა ცოცხით მოვდები დღეს ყველა მოგონება ძვირფასია. ამბები, რომლებიც დედას უკავშირდება და მის ხასიათს, განწყობას, დამოკიდებულებას ახსენებს. მანქანის ტარებას რო სწავლობდა ლოგინთან. დავაჭირე, მოიცა, გადავედი, თავიდან დავჯექი, რაღაცებს ელაპარაკებოდა თავის თავს. ჩავაგდე პირველში, მეორეში რაღაც. როგორ იყო სპექტაკლის პრემიერისთვის სამზადისის დროს? მაგასთან არ უნდა გაკარებოდი. მეც დაახლოებით ესე ვარ. კიდევ რითი გავხართ დედას როგორ ფიქრობ? სენტიმენტალობით გევარ, გულუბრყვილობით გევარ. მისი მოხდა რომ პირადი ცხოვრება და მე მასთან განსხვავებით ერთი ცოლი მყავს და მყავს. ესე იგი მთავარი ჩემი ადამიანი იყო დედა, ეხლა გახდა მეუღლე. ეს დიზელი სწორედ რომ ხათაბალა. საუბრისას ისტორიები ცოცხლდება, ყველა მათგანი ზურა ყიფშიძეს ბავშვობის წლებში აბრუნებს. ამბობს, რომ სამი დედა ჰყავდა, ორი დეი და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ახსოვს დედა სცენაზე და დედა სამზარეულოში. ახსოვს იმ კერძის გემოც, რომელსაც ასე მხოლოდ ელენე ყიფშიძე ამზადებდა. მერე კიდევ 4 ტონა, ეგეც შენ 2. ხელი ქონდა ჩახოხბილი დღესაც მახსოვს. ეხლა ჩახოხბილს რა უნდა ხო თუ ვინმე მიცის კეთება, გააკეთებს იმას. აი არ ვიცი, დედა ჩემისნაირ ჩახოხბილს არავინ არ აკეთებდა რა. ელენე ყიფშიძის პროფესიულ ცხოვრებას სევდად ყოველთვის დევდა ქართული კინო. სივრცე, სადაც საკუთარი ნიჭის გაზიარების შესაძლებლობა სათანადოდ არ მიეცა. დიდი ახირებული კი ყოფილხარ ერეკლე.
რათ მოკალი თავადიო. პირველი მისი აი რაშიც დამსახურება მიიღო და რა იყო მაია წნეთელი. და რატომღაც ეგონა რომ გადაიღებდნენ მაია წნეთელში და რო არ გადაიღეს, აი ამან იმოქმედა ძალიან და როცა ხედავდა რომ მე რაღაც ძალიან ბევრს მიღებდნენ, უხაროდა და როდესაც აი რაღაც ნახა ჩემი, ყველა რაღაც სხვანაირი დედა გახდა. აი მოეწონა ეს სუხო კაბელინის საქმე. შუშანიკის წამება ძალიან მოეწონა და მახსოვს თემურ ჩხეიძის სპექტაკლზე დაპატიჟა ლექსო თორაძის დედა ლიანა ასათიანი, არაჩვეულებრივი, მისი კლასელი იყო დედა ჩემის. და ლიანა ასათიანმა ისეთი ქათინაური მითხრა, სტრინბერგის მამა გააკეთა თემურ ჩხეიძემ და მე და ნინო ბურდული წაგვიყვანა ამ თეატრიდან მარჯანიშვილში და გავაკეთეთ და აი იქ იყო ამაყი დედა ჩემი რომ ლიანას ძლივს როგორც იქნა რაღაც მოეწონა. გაიხადე. 5 თებერვალი ელინე ყიფშიძის დაბადების დღეა. მსახიობის, რომლის შექმნილი სახეებიც მაყურებელს დღემდე უყვარს და დღემდე ძვირფასია. ძალიან ბევრ ბოდიშს მოუხდიდი. ძალიან დიდ სიყვარულში გამოუტყდებოდი. და კიდე ერთხელ ბოდიშს მოუხდიდი. და არასოდეს სანამ მე ცოცხალი ვარ ხო ვერ დავივიწყებ და რას დავივიწყებ. ჩემი შვილი და შვილიც კი ვერ დაივიწყებს. დაუვიწყარი ხალი იყო. არაჩვეულებრივი, თავის სენტიმენტების, თავის აი ძალიან დურუს ვეძახდით. დურო აბობოქრდა. ხო იყო ეგეთი როგორა, ხაჭუპუჭუპუჭუპუ და უცბად თუ გაბრაზდებოდა, ვაიმე. დურო აბობოქრდა, ესე ვეძახდით. ყველა როლი დიდია თუ პატარა ერთნაირად მიყვარს. ამაგი და ჯაფა ერთნაირად გამიწევია. რამათი ბრალია რომ დურო აბობოქრდა და ქართულ თეატრშიც ეს ხასიათი შემოიტანა. აღხმაურა სცენა და დატოვა მნიშვნელოვანი ფერი, რომელიც ქართული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი კიდევ არაერთი წელი იქნება. მათ შექმნაში ხომ ავტორსა და რეჟისორთან ერთად მეც მიმიწვის წვლილი.